არ გაუთმობ რუსეთს. ნუ გააკეთებთ იმასაც უხარია რუსეთს. მე მაძლიერებს მამა ჩემი სული და მისი ხსოვნა და ვიდგები ბოლომდე. აქ ამ ქვეყანაში ბედნიერები იქნებიან თუ კი გავქრებით. აღარ ვიარსებებთ. თავს არ შევახსენებთ გაუთავებელი პრობლემებით, გაძვირებული ფასებით, უმუშევრობით. საღამო მშვიდობის დღეს თავგადასავალი სტუმარი მსახიობი ნანკა კალატოზიშვილია, ადამიანი, რომელიც ჩვენი თაობის გამორჩეულ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება და ასევე გამოირჩევა თავისი სამოქალაქო პოზიციით და ყოველთვის იქ დგას, სადაც მისი პროევროპულად მოაზროვნე მაყურებელი გამორჩეულად მკაცრი, მომთხოვნი, ის ყოველთვის აპროტესტებს უსამართლობას და ადამიანებს არა მარტო როგორც მსახიობი, არამედ როგორც სამოქალაქო აქტივისტიც უყვარს. ნანკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთ რთულ პერიოდში დამთავრდი მსგავსი ტიპის ინტერვიუზე. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ახალ თეატრში და ამ თეატრში განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან, აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა ტრადიციას არ დავარღვევ და დავიწყოთ შენი ბავშვობით. იმ პერიოდიდან, როდესაც კალატოზიშვილობის ოჯახში დაიბადა ტყუპი და ძმა. აი, რა იცი მონაყოლი ამის შესახებ? რთული იყო ორი ერთად, მონაყოლით ეს ვიცი, იმიტომ რომ ყველაფერს სინქრონში ვაკეთებდით, ტერილი იქნებოდა თუ რა იქნებოდა. ეს ტყუპებისთვის დამახასიათებელია. თავისი ენა გქონდა, რომელსაც ანუ ვერაფერ ხდებოდნენ დიდი დიალოგებით და ამბებით. რა ვიცი, განუყრელი დაძმა ვიყავით სულ. როგორც ვიცი, გოგოს სათამაშოებით არ თამაშობდი და უფრო გაინტერესებდა ეს ბიჭების სათამაშოების ძმის გავლენა იყო თუ ხო, ალბათ, არ ვიცი, ხა ერთად რო ვიზრდებოდით, მე მიყვარდა პისტოლეტები, მიყვარდა ბურთი, მიყვარდა ბიჭებთან ერთად გართობა. გოგო მეგობარი ალბათ 14 წლამდე არც მყოლია. რამდენად გავხართ შენ და შენი ძმა, აი ხასიათებით ერთმანეთს, თუ ემთხვევა თქვენი ინტერესები, აი მიჯაჭვულობა რაც ადრე გქონდათ, შემოგჩათ ისევ თუ გაიარა? არა, კი, უბრალოდ ახლა ნუ რაც იზრდები, ხო თავის ოჯახი ყავს, რომ მეტ დროს იქატარებს, ეს ბუნებრივიც არის, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ხო, რა იმიტომ რომ ჩვენ ხო ინსტიტუტში ერთად ვიყავით, თეატრალურში ჩავაბარეთ, ის კინო განხრით იყო, მე თეატრისგან ხო რა და ანუ სულ ერთად ვიყავით. ხასიათით რო გითხრა გავართ თქვა არ გავართ ის ბევრად საყვარელი და ჭკვიანი. მშობლები. დედა არის ექიმი, ფსიქიატრი, მამა იყო პედაგოგი, ხელოვნებად მცოდნე. აი, მშობლებთან ურთიერთობა რო გაიხსენო და აი იმ პერიოდში რა გენატრება იმ პერიოდიდან ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად რაც მენატრება, ალბათ ვოვასთან ერთად სეირნობა. ამიტომ ეს მოკიდებდა ხელს და დავდიოდით ძალიან ბევრს. მაიმუნობა ვოვასთან ერთად. პატარა იყო, ახლა ვოვა არ გარდაიცვალა, ჩემს პატარა იყო, 51-ის იყო, 2-ის ხდებოდა. და რა ვიცი, ძალიან მომწონდა მასთან ერთად დროის გატარება. უყვარდა ხოლმე ესე დაგვსვავდა, გვიკითხავდა, გვიყვებოდა. ეგ მენატრება. საკეთად 7 დრო მენატრება. ოჯახთან ერთად გატარებული. ხო, ну, პრინციპში, როდესაც მამა შენი გარდაიცვალა, შენ იყავით 13 წლის. და ვინც არ იცის თავგადასავლის მაყურებელმა, აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ დაიღუპა აფხაზეთის ომში, გადაეფარა 17 წლის ბიჭს და შეეწირა სნაიპერის ტყვიას, ხო? აი, რა შემორჩა შენს მეხსიერებას იმ დღეებიდან, როდესაც მამა შენი წავიდა აფხაზეთის ომში? აი, ვიცი რა, ორჯერ
კონდეთ ცდილობა ამაზე მესაუბრა და მგონია რომ გადაცემის მერე ისეთი ხო რა არ მინდა რა არ არის მარტივი მოსაყოლე ამბავი ჩემთვის რა და გადავწყვიტე რომ ამ თემაზე ეს დიდად ახლა გადაცემებში აღარ ვისაუბრო. ანუ ეს ტკივილი ხო ისეთი არა ანუ სულ რო გგონია რომ დრო არც არ კურნავს. არა რა თქმა უნდა უბრალოდ ეჩვევი მის გარეშე ცხოვრებას ხო და ტკივილი რჩება ტკივილად. ამიტომ ეს მაგალითი სიყვარულის ნამდვილად იყვნენ ჩემი და მამაჩემი, იმიტომ რომ აი სკერძო სახლი ქონდა და მეორე სართული, ან სულ ფანჯარაში ვიყურებოდი ხოლმე თქვა ბავა რო გადიოდა და აი სულ ხედავდი რომ ჭეშკართან აუცილებლად კოცნიდნენ ერთმანეთს. ცოტა რო გწვენია რომ დაინახავთ რაღაცა და ესე ემშვიდობებოდნენ ან ისტორიები იყო, როდესაც იმდენად არ იყო ხალხი მიჩვეული თქვა რა ქმარი აკითხავს სამსახურში ისე შევა შეუაროს აკოცოს მოეფეროს წავიდეს რა ქმარი რო იყო ეჭვი შეეპარათ ერთი პერიოდი თურმე რომ ანუ ვიღაც კაცი აკითხავს თამარს თუ და ხო და რაღაცა ძალიან საყვარლები იყვნენ და კარგები ერთად სადამდეც იყვნენ მოკლედ როდის გაჩნდა თეატრისადმი შენი ინტერესი? როგორც ვიცი, რაღაცა სკოლის პერიოდში ითამაშე ფიფქია და შვიდ ჯუჯაში, ხო? აქ მე დავდგე სკოლაში. ოღონდ მივიყავი ჯუჯა და პრინცია თომას, იმიტომ მე როგორც გოგოს ეს რაღაცა სინაზე ჩემში დიდად არც ახლა არის და არც მაშინ არ იყო. არა, ჩემთან იყო 12 წლის ასაკში რაღაცა ის იყო საკმაწყვილო რაღაცა სტუდია იყო და იქ მოვხვდი ჩემი კლასელმა მითხრა რომ რაღაც ჭირდებათ რა იმიტომ სპექტაკლი და გასტროლზე წასულიყვნენ და ეს მოვხვდი და ძალიან საინტერესო ამბავი იყო ეგ და ზუსტად სპექტაკლი ხაი მასაკშება ეს ძალიან ვერ ხვდებოდით მაგრამ იყო ადამიანებზე რომლებსაც თავისუფლება არ იციან რა უქნან ამ თავისუფლებას ან თამბერმა ადამიანმა არ იცის რა უყოს თავისუფლებას და შეიძლება მონობა ურჩევნია კიდეც რა რაღაც ესეთი დაახლოებით ესეთი იყო ეგ ამბავი ხო და აი თეატრისადმი შენი ინტერესი საიდან წამოვიდა? ბავშვობაში მახსოვს რომ რაღაც სპექტაკლს, საბავშვო სპექტაკლს უყურე, სადაც პატარები თამაშობდნენ, ბავშვები. და ანუ აი აქ რაღაცა, თორე ის რა აი კუმირი მყავდა ვიღაცა და ძალიან მინდოდა იმის გამო გამختارიყავი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ არა, მაგრამ მე რა 90-იანებში იყო ძალიან უინტერესო ცხოვრება. და ჩემი შეგრძნებით თუ რამეს შეეძლო გაეფერადებინა ჩემი ცხოვრება იყო ეს საქმიანობა და მე მიშა ანთაძეს ჩემს მეგობარს ქონდა სტუდია სადაც საოცარი ადამიანები ასწავლიდნენ ზურა ანჯაფარიძე, გურამ საღარაძე და ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და ნუ გადავწყვიტე რომ საღამოს სკოლაში გადავსულიყავი რომ მეულა იმ სტუდიაში და ესე დავამთავრე ბოლო წლების საღამოს სკოლა თეატრალური უნივერსიტეტი და მისაღები გამოცდები ვის სახელოსნოში სწავლობდი? მე როცა ვაბარებდი მოვხვდი ვისთანაც მე მინდოდა ის ადამიანი არ იყო საქართველოში იმ დროს კი ანთაძესთან მინდოდა და აყავდა კიდე სხვებს და რახან არ იყო კი ამირჩია ნუ იქ რეჟისორები ბოლოს ირჩევენ რა ვისთან ვინ იყოს და თან ძალიან სასაცილო იყო შენც გახსოვა ბავშვობაში ყველაფერი ცხვირზე, ტუჩზე, ყველგან რკინა მეკეთა, რაღაც ყველაფერი. ხო, შენ რო ჩავაბარა მე უკვე სწავლობდი. მოკლედ ყველაფერი. ну ესე გამოცდაზე მისვლა არ შეიძლებოდა და ვიცულიდი ხოლმე და შევდეთ მასკიროვკას ვეძახდი იქ შესვლას პირიქით რა. ხო და მე რგია ჩამოვიდა ბოლო ტურზე და უკვე გადარჩეული რო ვიყავი, ერთადერთი შანსი იყო, როცა ყველა შეგკრიბეს და ვინმეს თუ უნდა ჯგუფის შეცვლა, ვიღაცებს უნდოდა ჩემთან ერთად ჯგუფის შეცვლა, მაგრამ მოერიდათ რომ არ განაწყენდეს ვიღაცა, რაღაცა არ ვიცი შეეშინდათ თუ რა მოხდებოდა და მე ძალიან მინდოდა გიასთან და ორი კაცი გადავედით ძალიან თამამად. ხო და მე გია სამწუხაროდ წავიდა თურქეთში და მე უკვე დავსდევდით თოთარეგაძეს რომ ავეყვანეთ და ვეხვეწებოდით და როგორც იქნა, სხვას გვაძლევდნენ იქაც, ანუ სულ ბრძოლებში ვიყავით იქაც და ნუ ყველაფერი ვქენით ჯგუფმა, რომ ჩვენ პედაგოგი ყოფილიყო თოთარეგაძე, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს და აი რა ვიცი თუ რამე ნასწავლი მქონდა იმ პერიოდში ზოგადად არა მარტო სამსახიობო, ან ცხოვრებისეულად, აი არჩევნებზე სიარული თოთარეგაძის დამსახურებაა, იმიტომ რომ რატო?
არ დავდიოდი ახლა მაშინ და ვიძახდი რომ კაი რა მნიშვნელობა აქვს, რა აზრი აქვს. მაინც ყველაფერს და ანუ აი როგორც და მე რავთარმა მითხრა რომ მაშინ უგექნება ნურაფერზე პრეტენზია, იმიტომ რომ შენ თვითონ არ იღებ მონაწილეობას იმაში, რაშიც გინდა რომ იცხოვრო. ახლა შეიძლება რაღაცა ისე არ გამოვიდეს როგორც გინდა, მაგრამ შენ როდესაც ამ დამოკიდებულებით ხარ, მაშინ არაფერზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს. ამიტომ ოთარეგაძე ადამიანი, რომელმაც არჩევნებზე ეს უცებ ისა მითხრა რომ მივხვდი რომ ისეთი უპასუხისგებლობა იყო ჩემი მხრიდან ამის გაკეთება, რომ მას მერე არჩევნები არ ჩამიგდია. ნუ ერთადერთ არჩევნებზე არ ვიყავი, სადაც უკვე საპრეზიდენტო ბოლო არჩევნებზე ეს ორი კანდიდატი რო დარჩა ვაშაძე და ზურაბიშვილი იმ არჩევნებზე უბრალოდ ვერ მივედი, იმიტომ ვერ მივხვდი იქაც იგივე დამემართა ვერც ერთ ვერ შემოვხაზავდი. მაგ ასაკში სლენგით რო გითხრა გამაზული არჩევნები და ანარჩენი ყველგან მივდიოდი. პირველი ნაბიჯები დიდ სცენაზე. თუ არ ვცდები, ანუ მე არ გულისხმობ საკურსოს და სადიპლომო სპექტაკლებს, რომელიც სამსახიობო ფაკულტეტზე ყოველთვის ყველა ჯგუფს აქვს. აი, დიდ სცენაზე პირველი ნაბიჯები, თუ არ ვცდები, იყო თეატრალურ სარდაფში. და მაშინ თეატრალური სარდაფი იყო ერთ-ერთი ეს თავისუფლების კუნძული. კი, და ძალიან პოპულარული ექსპერიმენტებისთვის ღია და ასე შემდეგ და კი და ძალიან კარგად მახსენდება ის წლების სარდაფში, ოღონდ ვართ. ხო და შენი პირველი სპექტაკლი რო გაიხსენო და ემოცია რაც გქონდა სცენაზე გასვლის წინ. იცი რა, მანამდე ოთარმა ეს რაღაცა მასოვკაში შეგვეყვანა რაღაც სპექტაკლში. თეატრალურშიც აკრძალეს ერთი სპექტაკლი, რომელიც ნიკუშა შველიძემ გააკეთა და ძალიან მაგარი სპექტაკლი იყო, მე თუ მკითხავ დღესაც კი. რომელ სპექტაკლზე ამბობ? ბედზე გადარჩენილები არ თქვა თუ სწორად მახსოვს და აი საერთოდ არ ჯდებოდა თეატრალურის ექსპერიმენტული და ძალიან საინტერესო იყო რა და სამწუხაროდ არ მახსოვს. ხო და აკრძალეს და რო აკრძალეს, ერთხელ ვითამაშეთ რა, ერთხელ ნახეს და ერთხელ ვითამაშეთ, იმდენი ხალხი მოვიდა საერთოდ. ზოგადად ხო ანტირეკლამაც რეკლამაა და პირიქით ემუშავა. აი გადავსებული იყო თეატრალურის დარბაზი და მერე სარდაფში გადაგვატანინეს და სარდაფში ვითამაშეთ რამდენჯერმე. და ეს იყო შენი პირველი აი ხო ესეთი რა, აიდაც სარდაფში შევედი, მაგრამ ის როგორც დამაკავეს თქვა როლზე, საინტერესო, ჩემთვის ძალიან საინტერესო როლზე, ეს იყო თარეგაძის ინსტინქტი, სადაც მსახურს ვთამაშობდი. რომელიც საფოს ირკვევა რო არის კაცი, ну მოკლედ ძალიან სასაცილო და კარგი სპექტაკლი იყო. სადაც ან ბაიკო დვალიშვილთან პირველად დავდექი ესე პარტნიორულად და ისეთი სიამოვნება იყო, მას მერე შეყვარებული ვარ ბაიკო დვალიშვილს. შენ სულ ხარ ისეთ თეატრებში, პრინციპში, სადაც ყველა სპექტაკლი მიდის ანშლაგით და ნუ მაყურებელს უწევს, რომ მათ შორის ამ თეატრში პირველ რიგში უწევს თვეობით ლოძინი, რომ ეს ბილეთი იყიდოს და მოხვდეს სპექტაკლზე. აი მსახიობისთვის ეს რა განცდა, როდესაც ხვდები, რომ მაყურებელს უნდა შენი სცენაზე ნახვა. და ეს არის შენი პროფესია. ხა პანდემიაში იმიტომ იყო რაღაც ბევრი ვერსიას რო განვიხილავდით და ხან ონლაინ სპექტაკლი და რაღაც არ ვიცი ფორმებს რო ვეძებდით, როგორ შეიძლებოდა რომ უბრალოდ არ გავჩერებულიყავით, მაგრამ თეატრი არის ცოცხალი ორგანიზმი და მთელი ხიბლი არის ზუსტად აი ამ პროცესში და აი ამ ენერგიის გაცვლაში და ამ ცოცხალ თვალში და ამიტომ ვერ ვიტან სპექტაკლზე ტელეფონებს რო იღებენ და გსთოვრავენ, ანუ რატო გონიათ რომ იმ მომენტში ეს უნდა სიამოვნებდეს, მაგ დროს ხვდები რომ უბრალოდ არ არის ბოლომდე ადამიანი ჩართული და ვერ ვიტან სპექტაკლზე რომ ხედავ ტელეფონებს თუ როცა ჩანს და არც ის არ მიყვარს მთელი სპექტაკლები რო აქვთ ხოლმე ან TikTok-ზე ან რაღაცას დადებული, იმიტომ რომ რა ვიცი ხა ონლაინ სპექტაკლი რო გდომებოდა გავაკეთებდით და დასპოილერებული და რაღაც მთელი სპექტაკლი რო აქვთ გადაღებული ხა რაღაც მომენტი გავიგე, მაგრამ ეს ძალიან არ მომწონს სამაყურებელი ზის ტელეფონით. ერთს მახსოვს თავზე დავადექი, ანუ ჩემ პერსონაჟი დადიოდა დარბაზში. და ბოლოს თავზე დავადექი და წერდა რაღაცას. ამომხედა
და გააგრძელა. ანუ ვასართ ვერ მივხვდი რატო იყო, იმიტომ რომ ვიღაცას მართლა რო აინტერესებს და მოსული არის და ვერ შეულობს ბილეთს ეს ადამიანებს, ანუ რატო მოდიან ხოლმე ვერ ხვდები, მაგრამ ძირითადად ამ თეატრში სულ გადავსებულია კიბეებზეც კი შედან ხოლმე ძალიან მაგარი, იმიტომ სტუდენტების, აი ჩემ ბავშვობაში იყო რომ სტუდენტი ბილეთით შედიოდა რა, არც ბილეთი ჭირდებოდა არაფერი, მეც რუსთაველის კიბეზე რამდენჯერ ვანაჯდომი ან თუმანიშვილში სადღაც იატაკზე ვჯდებოდი, საერთოდ არ მაინტერესებდა არც ადგილი, არც არაფერი და ეხლა აქ რო იგივე არის სტუდენტები რო შემოდიან ხოლმე და ხდებიან, ძალიან ძალიან მიხარია. ხო და რა ვიცი, ამაზე მაგარი ბედნიერება არ არის, იმიტომ რომ მათთვის არის ეს ყველაფერი. არ ვიცი ადამიანს, რატომ მოწერა მაქვს? არ ვიცი. თამაშის წესებს ნუ არ. თეატრში არავის არ აინტერესებს, ჩვენ ხო არ ვარკვევთ ვინ რა გემოვნების არის, ვინ რა პოლიტიკური განწყობებით არის, ხო? ჩვენ ვცდილობთ ყველასთვის ერთნაირად გავუშვათ ეს ენერგია და ერთნაირად დავაფიქროთ, ერთნაირად ნასიამოვნები არ ვიცი ვის ყველას არ შეიძლება მოეწონოს, მაგრამ არ ყავს ამორჩეული, მაგრამ მე დაპატიჟებაც არ მიყვარს სპექტაკლზე ხოლმე, როცა ვიცი ვინ ზის. აი ოჯახის წევრებიც აი მიწევს ხოლმე ხა პრემიერაზე რომ დავაპატიჟე უბრალოდ რომ ვიცი რომ არიან და ძალიან არ მიყვარს ხოლმე ეს დაპატიჟება. აღოდ მარტო იმიტომ რომ აი ძალიან კონკრეტული ხდება ჩემთვის მე მაყურებელი. და მინდა რომ იყოს მაყურებელი და არ იყოს აი კონკრეტულად ვიღაცა, ვინც ვიცი რომ ზის. ძალიან დიდი ხანია ხო უკვე რაც თეატრში ხარ. ნერვიულობის ხარისხმა სცენაზე გასვლის წინ იკლო თუ ისევ გაქვს აი თქვათ რაღაცა ის ხელვის მომენტი? პრემიერის წინ კი რა თქმა უნდა. სულ გაქვს. ვნელს რახვათა წამქესებელნო წამართვით სქესი. თხემით ტერფამდე ამავსეთ ძალით, სისასტიკით. რწამს მე მგონია რომ თუ არ ღელავ თან განსაკუთრებით სპექტაკლის დაწყება გიწევს, ანუ არ ვიცი, ეს ძალიან ბუნებრივი და პრემიერის წინა პერიოდი საერთოდ არაადეკვატური მდგომარეობა აქვს მსახიობს, ნუ მე ყოველ შემთხვევაში თავის სიზმრებიდან დაწყებული, ყველაფერი დამთავრებული, ყველაფერი საშინელება გესიზმრება რა, მაგრამ აი ხა მაგალითად რეგიონებში რო გავდიოდით რეპეტიციები რო იყო ну ძალიან მართლა ტერილამდე ვიყავით მისულები, იმიტომ რომ ეს სცენა, რა თქმა უნდა, ყველას ენატრება და ყველას უყვარს და აი რაღაცა ამ სამართლობის გამო რო გიწევს ამ ყველაფერზე უარის თქმა გიწევს რა, ანუ უბრალოდ წარმოუდგენელია რა. უსამართლო რაღაც თავისუფლება შეუზღუდეს ადამიანებს, ცხოვრება დაუნგრიეს, ოთხ კედელში ჩასვეს და ვერაფერს ვერ აკეთებ რა. ჩვენ ვართ იმ თეატრში, რომლის ერთ-ერთი გამორჩეულად კარგი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე არის დაკავებული. სულ ცოტა ხნის წინ დავით დოიაშვილი გაანთავისუფლეს. აი ამ სიტუაციას წარმოიდგენდი, რომ აი ამ სიტუაციაში აღმოჩნდებოდით. იცი რა, იმდენი უსამართლობა ვნახეთ ამ ქვეყანაში, რომ ანუ ამ სიტუაციას ალბათ სადღაც ყველა წარმოიდგენდა. რას ვერ ხვდებიან, იცი ახლა ყველაფერს თავი დავანებოთ, აი რატო არ მუშაობთ რო გეუბნენ თეატრის სპეციფიკა როცა არ იცის კულტურის მინისტრმა, ან თეატრი არ არის მხოლოდ სპექტაკლების თამაში და თან ჩვენ ვართ თეატრი, რომელსაც არ ვიცი ნოემბრამდე 3 პრემიერა ქონდა და მთელი წლის განმავლობაში შეიძლება სხვა თეატრში არ იყოს 3 პრემიერა 3 თვეში თუ 2 თვეში და ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობდით ყოველთვის, ანუ რა ვიცი, შეიძლება ითქვას მთელი წლის გეგმა შეიძლება შეგესრულებინა სხვა თეატრების ფონზე, ვთქვათ 3 თვეში. იმიტომ რომ მართალ კვირაში 6 დღე ვთამაშობდით და რაღაცა ყველაფერს შვებოდით, რომ რაღაცნაირად ჯერ ახალი ლოკაცია რო იყო ეს მაყურებელს მიჩვეოდა პანდემიის მერე როგორ დაბრუნდებოდა თეატრში მაყურებელი, იმიტომ რომ გვეგონა რომ ეს დარგი და სფერო სადაც შეიძლება მოკვდეს იმდენად მაგრამ აი პანდემიას როგორ გაიხსნა, იცი, აი კაზინო და თეატრს გახსნეს ერთ, აი ეს დამოკიდებულება აქვს ადამიანებს რა. როცა კახიკალაძე გამოდის და იძახის, რომ აი თუ არ მუშაობდნენ და რაღაც ადამიანი, მე ხა რაშიც პროფესიონალი იყო, იქიდან თუ უპასუხებ, ხო, ხა ფეხბურთელები მთელი წელი ვარჯიშობენ, ხო, სულ თამაშები არ აქვთ, მაგრამ მუშაობაში ხო ეთვლებათ.
Სუსტად ისე ვართ ჩვენ სანამ სცენაზე გავალ ჯერ ცალკე ტექსტზე მიდის მუშაობა, ცალკე ყველას ერთად არიბარებს, შეება ორი კაცი მთელი თვე დაგიბაროს დოიმ და მარტო კონცეფციას და ამ ტექსტზე მუშაობას მოანდომო, მერე უკვე შეება ყველა დაიბაროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ რეგიონებში გასვლა იქნება ისიც ხო ერთგვარი გასტროლის პრინციპია, ხო? და ჩვენი და მეგობრების დახმარებით ვაკეთებდით ამას იმ ტექსტებსაც ჩვენ წერდით სპექტაკლის რომელიც ძალიან აქტუალური აღმოჩნდა ამ დროს კიდევ უფრო და ამიტომ ეს პროცესები არ იციან ადამიანებმა რა არის და ეხლა ჩაიდინეს მკვლელობა ფაქტობრივად ოღონდ რა შედეგი მიიღეს ანუ რომც უნდოდეთ და ეხლა გითხრან მიდი გაიხსენი ინტელექტუალური საკუთრებაა სპექტაკლი რეჟისორის ყველა საერთაშორისო რეჟისორმა დარეკა და რა თქმა უნდა არავინ არ დატოვებს თავის სპექტაკლს და სამის საერთაშორისო რეჟისორის პრემიერა იყო სამის, ორის იგეგმებოდა კიდე მომავალში. კრემოვის და კორშუნოვასის სპექტაკლი 4 დაწყებული გქონდა რეპეტიცია 4 სპექტაკლის. ანუ რეალურად თეატრის ვერ გახსნიან, აი სულ რომ წუნდოდეთ, ალბათ შემოდგომამდე ვერაფერს ვერ იზავენ. მაისის ბოლოს ისედაც სეზონი იხურება, აი უბრალოდ ბოროტება ჩაიდინეს. ან ვერაფერს ვერ იზავენ, იმიტომ რომ ამ 4 თვის განმავლობაში ჩვენ იმ სპექტაკლებით ალბათ თქმა უნდა ვერ დაუბრუნდებოდით, რომ რაღაცა ახალი სათქმელით უნდა დაბრუნდეთ და ამიტომ ჩაეშვა ზუსტად 4 სპექტაკლი და მთელი დასი დაკავებული იყო. ყველა რეჟისორთან განაწილებულები იყვნენ. ძალიან დიდი მადლობა რომ აქ ხართ და მადლობა ამ სოლიდარობისთვის. რა უნდა თქვა, არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემი მოხსნა ძალიან მნიშვნელოვანი ვაფშე არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეშინია. თორე მართლა ყველაფრის ისტორია იცის, ყველა სკამი სად როგორ შეულობდა. ეს ჭაღი როცა დაკიდეს სარკოისტადის ჭაღია და სასწაული ჭაღია. ისეთი ბედნიერი იყო, გვირეკავდა, მოდით და ან სუნდოდა რომ მოსულიყავდა გენახა რა გააკეთა ამ ერთ წლიან პანდემიის ჩაკეტილობაში. აქ ცხოვრობდა ფაქტიურად, რა იყო ჩვეულებრივად ჩასახლებული. და ის ჭერი, რომელიც დამწვარია და რომელიც მე მგონია რომ ერთ-ერთი ძალიან ისეთი დამახასიათებელი და ლამაზია, ეს დატოვა. ხო არ ვიცი, რანაირად უნდა შემოვიდეს ადამიან ვიღაცა აქ, რომელიც საერთოდ შრომა არ აქვს ამაში ჩადებული. და დასთან, რომელიც არ ვიცი, დოის დასი გვქვია. ყველაფერში არის დოი. აბსოლუტურად ყველაფერში არის დოი და გვეუბნებიან, რომ აი თეატრი ამუშავეთ და აი ამ ხელა უსამართლობის ფონზე რომ ამას გეუბნებიან და მით უმეტეს ესეთ არ ვიცი პირდაპირ ამ თეატრის უკრალობაში შედიან და დოის ხსნიან. მე ამ თეატრში ვერ გავაგრძელებ ალბათ ცხოვრებას, დაიპყრეს და ახლა არ იციან რა გააკეთონ, იმიტომ რომ მკვლელობა ჩაიდინეს. ხელოვანისთვის პირიქით უფრო მეტი ახალი ფორმები შეიძლება გაჩნდეს ამ პროტესტში, შეიძლება გაჩნდეს ახალი სივრცეები და ასე შემდეგ. აი უარესი შედეგი შეიძლება დადგეს მათთვის, იმიტომ რომ უფრო საინტერესო და უფრო ხლამაღალი და უფრო მრავალფეროვანი იყოს ხელოვანის სათქმელი და გამოხატვის ფორმები და ასე შემდეგ. ამიტომ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ამ თეატრში მე მგონია რომ არანაირი პროგრესი აღარ იქნება და რაღაცა განვითარება, იმიტომ რომ ეს არ ჭირდებათ. ანუ ამით ხო დოია, მე თუ მკითხავ, ყველაზე ნაკლებად დაზარალდა ქვეყანა და მაყურებელი, ძალიან ბევრი მაყურებელი, რომელსაც უყვარდა ეს სპექტაკლები და რომელიც ელოდა ახალს და დააზარალეს ქვეყანაში რაღაცა წარმატებული თეატრი, რომელიც ჩემი სიტყვებით არა ხო, ამ საქმის პროფესიონალები არიან, რომლებიც იკვლევენ და ბოლო 10 წლის განმავლობაში კვლევების თანახმად საკმაოდ მოწინავე ადგილას იყო და კულტურის მინისტრს რომელსაც არ ყავს ეთყობა ახლა რა ვიცი არც მწოდნეები ყავს გარშემო არც არავინ რა და თიკა რუხაძემ რა ვიცი მე მგონია რომ ამაზე დიდი სისულელე და ბოროტება რაც შეიძლება არ ვიცი დოის აქვს ეს რაღაცა თავის სენტიმენტები და არ უნდა დაიჯეროს რომ რაღაცნაირად თიკას გადაწყვეტილება იყოს რაღაცა მე არ მაქვს თიკაზე სენტიმენტები და მე მგონია რომ უპატიებელი რაღაცა გააკეთა, შემსრულებელი იყო თუ არ იყო, არ ვიცი, ხა ადგილს და სკამს როგორ უნდა გამოეკიდო ეს ადამიანი, რომ თუ გაიძულეს, ბოლო-ბოლო მე გადავდგებოდი. მაგრამ ეს ვარ მე. და თიკა რუხაძეს სამწუხაროდ არ გააჩნია არანაირი პრინციპები და
პროფესიონალიზმი რაც მთავარია, იმიტომ რომ ესეთ ქმედებას ეს უბრალოდ არ მართლდება, სულ არ გიყვარდეს ადამიანი და არ მოგწონდეს, უბრალოდ გაუმართლებელია ესეთ წარმატებულ თეატრს, რომელსაც ძალიან ბევრი სპექტაკლი აქვს და დეკემბრამდე სანამ ანდრო დაიჭირეს უბრალოდ თამაშობდით და აქციაზე გავდიოდით, ხო? მერე ადამიანებს ხო ქუჩაში ჩეხავდნენ, ასისხლიანებდნენ და როგორ წარმოგიდგენთ, რომ სპექტაკლი ვითამაშო და ტელეფონში არასდროს არ მჭდარვართ სპექტაკლის დროს და ეს ხო კატასტროფა, კულისებში შემოვდეთ და ხედავდით, რომ ადამიანებს არბევენ იქ და რა თქმა უნდა ვერ ვითამაშებდით ვერაფერს. აი უბრალოდ არ ვიცი ადამიანი ხო ხარ არა. ჯერ უნდა იყო მე მგონია რომ კარგი მოქალაქეობრივი პასუხისგებლობით და მე უკვე არის პროფესია და ჩვენ პროფესია როგორც ესეთი ამიტომაც ვთხოვდი ყველა ჟურნალისტს რომ ნუ წერ ჩემს პროფესიას დღეს მე ვარ უბრალოდ მოქალაქე იმიტომ რომ მე ინტერვიუებში და რაღაც ხო არის რაღაც ტროლბოტები თუ არ ვიცი ვინც არის ეს ადამიანები ახლა პოლიტიკოსია თუ მსახიობია ჩამოყალიბდეს და მსახიობია ანუ აღარ მაქვს პროფესია მე ვარ მოქალაქე რომელიც ვალდებულია რაღაცები გააკეთოს და ხმა მოიღოს და ანძუხელიძე უკუდავია ანძუხელიძე უკუდავია ანძუხელიძე ემოციურად ვიდა გაგაგებინოთ აი არ ვიცი მართლა რამდენი რამე გვაქვს ერთად გადატანილი არ ვიცი 2000-ში არ ყვევდით ვინ რომელი პარტია ქვეყანას ხო ვიცავდით ყველა ვისაც როგორ შეგვეძლო ხო ერთად ვიცავდით არა იგივე ხდება ხალხნა ზუსტად იგივე ხდება მე არ მინდა ეს ქვეყანა იქცეს იმ ქვეყანად სადაც სოლიდარობა, ერთგულება და სიყვარული არის დასჯადი. მე მაინტერესებს რა საპირებს დასი ამ შემთხვევაში. პირადად მე ვაპირებ დაუმორჩილებლობას, არავის რეპეტიციაზე შემსვლელი მე არ ვარ, არავის დირექტორად მიმღები მე არ ვარ. დანარჩენ რაც უნდა ის უქნიათ, იმიტომ რომ ეს თეატრი ჩემთვის არის დავით დოიაშვილი, იმიტომ რომ მე მოვედი და დავით დოიაშვილის გამო ამ თეატრში. თუ რამე ამ 20 წლის განმავლობაში შექმნა აი ამ თეატრშიც აი მართლა პანდემიის დროს ხდებოდა აი ზუსტად იცის რატო დევს ეს წიგნი იქ რატო დევს ეს მაგი და ზუსტად იცის რატო დატოვა თქვათ ჭერი დამწვარი და არ გაანახლა ხო ეხლა აი რა ვიცი ეხლა ვინც არ უნდა მოვიდეს ეს სიყვარულით გაკეთებული აქვს დოის და სიყვარულის გარდა ყველაფერი იქნება ამ თეატრში და ამიტომ თეატრით ან იქნება ან არა არ ვიცი მე დოის გარეშე ამ სცენაზე ნამდვილად არ ვაპირებ ასვლას. ამიტომ რაც უნდათ ის გადაუწყვეტეთ, მე შიგნით რჩები მარტო იმიტომ რომ დაუმორჩილებლობა სადამდეც გამწვდება, გაცხადებული დაუმორჩილებლობა გამოვაცხადა. ბანარჩენი just კედლებია ეს ყველაფერი რა. რაც შემიძლია ეხლა ვთქვა, რომ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. ჩვენი ხმა რომ არ ესმოდეთ არ შეეცდებოდნენ მის ჩახშობას. მანიფესტი, რომელიც გააკეთა ახალმა თეატრმა, ძალიან ემოციური იყო ჩემთვის და შენი სიტყვაც იყო საკმაოდ ემოციური. მე უკვე დაიწყეთ ამ მანიფესტის გატანა რეგიონებში. აი, რეგიონებში როგორი იყო ხალხის განწყობა, როგორი მიიღეს ეს მანიფესტი ამ რეგიონში მცხოვრებმა ადამიანებმა? ყველა რეგიონში ვცდილობ ხოლმე ადამიანებს მივაწვინო ხმა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაჯერებენ, რომ ვართ დაპირისპირებული მხარეები. შეიძლება ვიღაცას მე არ მოწონდე, ან ვიღაცა მე არ მომწონდეს, მაგრამ არის რაღაცები, რაც ჩვენ გვაერთიანებს. მოგწონს ეს თუ არა? რეგიონებში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ანუ რეალურად ადამიანები, აი რაღაც ადგილები იყო, სადაც უნდათ თქვათ მოსვლა, ანუ მივხვდით და ქუჩის მეორე მხარეს იდგნენ ხოლმე ძალიან ბევრი ადამიანი და აქეთ არ გადმოდიოდნენ, მაგრამ უყურებდნენ. და ჩვენ აი მე სულ ეს დამოკიდებულება მაქვს ხომ აქციაზეც მართლა ხა რუსული კანონის დროს სანამ 200,000 კაცი გამოვიდა, 8 აქციებზე ვიდექი და სუმჯერა რომ ერთ შეუძლია გამოიყვანოს 10, 100, უბრალოდ ის ერთი უნდა იყოს ჯიუტი, ის 10-იც უნდა იყოს ჯიუტი და ის 100-იც უნდა იყოს ჯიუტი, რასაც ვაკეთებ თქვა დღეს რუსთაველზე, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანების ხმის გაგება და მოსმენა რა. ჩვენ არ ვქონდა გაცხადებული, მაინც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი უნდა იყო, რომ შენი ტკივილი, უბრალოდ აი დღევანდელ დღეზე საუბარი, იმიტომ რომ ის რა თქვა რაზეც მე მქონდა მანიფესტი, სულ მგონია რომ ზუსტად ამიტომ არ განვიხილავთ და არ ვსაუბრობთ სიღარიბეზე რა ან გაძვირებულ ფასებზე რა თქვა ერთ დღეს რო შედის ადამიანი და
ერთი თანხა ჭირდება მაღაზიაში, მეორე დღეს საერთოდ აღარ ყოფნის ის თანხა, ხო, ან წამალზე. ძალიან ბევრი პრობლემა არის, მაგრამ ყველაფერს აკეთებს ქართული ოცნება იმისთვის, რომ ამაზე არ ილაპარაკო. ან მე ვერ დავიჯერებ, რომ 20 წლის წინანდელი არჩევნები ეხლანდელ გაჭირვებულ ადამიანს უფრო ადარდებს, ვიდრე ის პრობლემები, როგორ მოგვარდეს დღეს რა უბედურებაშიც ცხოვრობს. ხო, აი, რა ვიცი, ვერ დავიჯერებ, რომ რუსული კანონი აქვს ახლა იქ რომ ლანძღავდნენ რომელიმე წაკითხული და ადარდებდეს ახლა, არ ვიცი, აი ეს პრობლემა და ამ დროს ბავშვს გული მისდის სკოლაში. ხო, მე ხო არ მაინტერესებს ახლა იმ გულწასული ბავშვის მშობელმა ვის მისცა ხმა. ხო, ჩვენ როცა პეტიციებს ვაკეთებდით, ვიდეოებს წერდით, რომ სკოლაში ერთი კვება მაინც კონდეს ბავშულფასო, იმიტომ რომ მართლა მოდის სკოლაში და გული მისდის, იმიტომ რომ სახლში არ აქვს საჭმელი და ფულიც არ აქვს, რომ იყიდოს. ანუ ეხლა ხო ნორმალური უნდა იყო ადამიანი, დაიწყო გარკვევა, რომ შვილო, შენს მშობელი ვინ არის? ოცნებას ხო არ მისცა ხმა. ესე იქცევენ ისინი. აი რაღაცნაირად ყოფენ ადამიანებს რა და ამაზე უნდა დავიწყოთ ლაპარაკი. აი ეხლა რაც ხდება ჭიათურაში, რაც ხდება, არ ვიცი, მეშახტეების შემთხვევაში ან რუსთავში, ან რეალურად ადამიანები, ან ამ ადამიანებს ოცნებისთვის აქვთ ხმა მიცემული და ეს არც დაუმალავთ. და სულ ამას ვიძახავენ, რომ ის კანონი, რომელიც მიიღეს, აი ყველას რო გვეხება, რომ დაქცინიან, ცდილობენ და მე მგონია, რომ ესეც რაღაცა პროპაგანდის ნაწილია, რომ გააბიტურონ, რასაც შეინძახი, მაგრამ ეს ხო ფაქტია და მაგალითია, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველას გვეხება ეს უსამართლო გარემო. ამ ქვეყანაში 600,000-ზე მეტი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას. ამ ქვეყნისთვის ეს წარმოუდგენლად დიდი ციფრია. იმისთვის რომ ვერ დაინახონ, იმისთვის რომ ვერ გაიგონონ, იმისთვის რომ ეშინოდეთ ამ ადამიანების ხმის ამოღების. ამ ქვეყანაში იღებენ კანონებს, რომლებიც ყველა ჩვენგანის დადუმებას ისახავს მისნად. ხვალ როდესაც მე თქვა ჩაგვაჩუმეს და შეეგუა ხალხი და დაგვიჭირეს და აი ეს კანონები რო დარჩება, სადაც სასამართლო არ გექნება, ვერაფერს ვეღარ იზავ, სადაც აი მეშახტე შეიძლება დაიჭირონ პროტესტის გამო, სადაც არჩევნები არ გექნება. არა, არაფერი არ გექნება, რეალურად აი ამის გააზრების, მან ხო არ არის მხარეზე საუბარი, ხო? როგორ შეიძლება ანუ ოდნავ ანალიზის უნარი გაგაჩნდეს და ვერ გაიხსენო და ვერ მიხვდე, რატო არ გაპატიეს ბედნიერი დღეები, თქვა ფეხბურთის დროს. რატო ჩაგიშხამეს ეს ყველაფერი, ხო? და გაიაზრეთ რის მერე დაიწყო ამ კანონის შემოგდება. როცა ჩვენ ერთიანები ვიყავით, ძალიან საშიშია, როცა გაერთიანებულია ერი. გაიხსენეთ პოლიციელებო, ჩვენ ერთმანეთს ვეხუტებოდით ქუჩაში. ამიტომ აი ერთობის, რაღაცა სოლიდარობის ისე ეშინიათ და ისე ეზიზღებათ, ხო, აი ჩვენ ახლა ვინ გულანძღავს, ხო, რეალურად რომ დააკვირდე. ვისაც არ აქვს ამის უნარი ნიჭი და ვისაც ანუ სულ მიწერენ ხოლმე, რომ აი შენ რაღაცა ფინანსები, შენ რაღაცა არ ვიცი და ანუ რაღაცა რომ თითქოს ფულზე მუშაობთ რაღაცა, ახლა რა ვიცი, მგონია რომ ოცნებას აქვს იმის ბერკეტი რომ შევიდეს და ჩემ დაუკითხავად ისე შეამოწმოს საიდან რამე რიცხება. ჩვენ ხო ვისჯებით რისთვის? სოლიდარობისთვის, სიყვარულისთვის და ერთგულებისთვის ადამიანს ეზიზღები მარტო იმიტომ რომ მის გამო ეს არ გაუკეთებია არავის, არ ჯერა რომ ეს შეიძლება ფულის გარეშე კეთდებოდეს და საერთოდ ამის არ ჯერა და ამას გიკლავენ. და ჩვენ გვინდა რომ გავაღვიძოთ ეს ერთობის შეგრძნება ამ ქვეყანაში. სოლიდარობა კიდე არსებობს და აი თორე მე მქონდა ეს შეგრძნება რომ ეს ქვეყანა სიყვარულმა დატოვა, აი გაიხურა კარი და წავიდა. მაგრამ აი ფეხბურთის დროს აი რატო ვიხსენებ სულ როგორ პოზიციაც არ უნდა იყვნენ ფეხბურთელები და ნაწყენები ვიყოთ არ ვიყოთ რა მნიშვნელობა აქვს აი ის პერიოდი მე ალბათ არასდროს არ დამავიწყდება როცა ეს დავინახე რომ ეს კარი რაღაცნაირად გაიღო აი უცებ დაგვანახეს დავინახეთ ეს ყველაფერი რომ შეგვიძლია თურმე რომ რაღაცნაირად ადამიანებმა აი ის სამი თვე ხო შეგვეძლო აი ამ შეგრძნებებით გვეცხოვრა ხო და ნელ-ნელა რაღაცნაირად მართლა დათბებოდა ურთიერთობები ყველას საერთო ინტერესი გაგვიჩნდა ხო იმიტომ რაღაც ქვეყნის წინსვლა ევროპა ფეხბურთი ან მართლა აღმოჩნდა ფეხბურთი სპორტი რომელმაც გაგვაერთიანა ხო და ეგ არ გვაპატიეს და დღესაც მაგას არ გპატიებენ როგორ შეიძლება ხა ადამიანს დავაჯერო და აუხსნა რომელსაც არ ვიცი ხა დუბაიში დაიჭირეს ერთად ვიღაც ის ბიჭი ხა არ ვიცი მე ხა მეშება არ მომწონს ეს ხარ ვინც იყო თქვა მოწინააღმდეგე და ვინც ისროლა თებში და ესროლა თქვა ლაშას თებში და ასე შემდეგ მაგრამ იმ ბიჭმა ხო რეალურად ეს ისთან ერთად ისვენებდნენ აიღო და დაიცვა მეორე ხა მომწონს არ მომწონს სხვა იმის აქციელი იყო ამის დაცვა ხო ფაქტია ადამიანები ჩამოვიდნენ და იძახიან რომ არ ვიცნობთო ანუ თავისივე ნაცნობი უარყვეს
და ეს ადამიანს მე უნდა აუხსნა, რომ სულ რო არ ვიცნობ, აი ანდროც რო არ იყოს, ნიკუშა კაციაც რო არ იყოს, საერთოდ ნაცნობი რო არ იყოს, აი თორნიკე გოშაძე იქნება თუ არ ვიცი, ზვია ცეცხლაძე. რა მნიშვნელობა აქვს, აი ვინც არ უნდა იყოს, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, მის გამო შემიძლია ქუჩაში ვიდგე 150 დღე და ვიბრძოლო, რომ გამოვიდეს და არ იყოს დაპატ. ასენი ხო ვერ გაიგებენ. მე მაგ ის ფუფუნება რომ გავიდე და ძალიან ბევრ ადამიანს ვენდო. და ისინი აი თავის ოთახშიც კი აი რა ვიცი რა თუ უნდა აი რა აზრია ეგეთ 7 მილიარდს აკვარიუმით თუ უნდა იცხოვრო და ჩაკეტილი თუ უნდა იყო და შენ ამ მომრჩეველს ვერ ელაპარაკო და ანუ რასით ამ ამაზე ვლაპარაკობ და ერთმანეთს არ ენდობიან. მართლა არ მახსენდება აქცია, სადაც არ ყოფილხარ რა. ყველა აქციაზე ხარ. მართლა ამბობდი, რომ 8 კაცი რო ვიდექით ვიყავი. 3 თვეზე მეტია უკვე ადამიანები რუსთაველზე დგანენ, შენც დგახარ რუსთაველზე. მართლა ისეთი რაღაცები გავიარეთ, რასაც სუციზმაშიც კი ვერ წარმოვიდგენდით ნამდვილად. ნუ ყოველ შემთხვევისთვის მე ესე ვიყავი, რომ ის ყველაფერი, რაც გამოვიარეთ ამ 3 თვის განმავლობაში, ამას ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოხდებოდა. თუმცა ყოველდღე მაინც ვუცდები ისეთი რაღაცები ხდება ჩვენს ქვეყანაში. რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც არ დგანან რუსთაველზე? იმიტომ რომ ვინც დგას რუსთაველზე, ჩვენ ყველამ ვიცით რისთვის ვდგავართ იქ. აი იმ ადამიანებს რას ეტყოდი, ვინც არ დგას რუსთაველზე? რისი მეტად არიან, ეგ მაინტერესებს. აი ამას ვკითხავდი. რის ან ვისი მეტად არიან? აი თქვა აღარ დავდექით ის ადამიანები რუსთაველზე. ანუ მე ვიცი ასე ვხდები, ანუ დაღლა არის ძალიან ნორმალური. და ვიღაცები ძალიან ბევრი თქვა იწერს რომ მე რაღაც უკვე დეპრესია მაქვს, ის მაქვს, მესმის ძალიან რთულია, შეიძლება ანუ მე სულ ამას ვიძახი რომ შეიძლება მეც მაქვს დეპრესია, უბრალოდ ამისთვის არ მცალია. ვიცი რომ მე რო ეხა ჩავჯდე, მე რომ ეხლა რაღაცნაირად პასიურ პოზიციაში გადავიდე და გამოვაცხადე რომ მორჩა 5 თვე ვიარე და დავიღალე 5 თვეც არა, ჩვენ რამდენი წელია უკვე გარეთ ვართ. უბრალოდ მე მაქვს არჩევანი, ან დავიღალო ამ 5 თვეში, ან მთელი ცხოვრება ამაში ვიცხოვრო. რასაც ვთავაზობენ. ანუ ის ადამიანები თანახმა არიან, რომ აი ამ უსამართლო გარემოში გააგრძელონ ცხოვრება, გაზარდონ შვილები, სადაც არც სასამართლო ექნებათ, არც პოლიცია იარსებებს, არ ვიცი სულ რო ქუჩაში სადაც სულ ქაოს მცირეწლოვანი ანუ არაფერი აღარ არსებობს. შეუვარდებიან და დაატერორებენ. ანუ ის ფასეულობები, აი ქუჩის ბიჭსაც კი მოუკლეს რაღაცა თავის სუბკულტურა, იმიტომ რომ ამ ქუჩის ბიჭსაც კი რაღაცა რომანტიზებას არ მოხდენ, მაგრამ იმათაც ქონათ თავის რაღაცა დაუწერელი კანონები, ხო? ახლა რა ვიცი, აი სულ მახსენდება ახოსანაიას რომ დახვდნენ ბავშვით, ცოლით, ანუ არ არსებულია ნამდვილი ესეთი რასაც ქვია ქუჩის ბიჭი თავისი აი ამ დაუწერელი კანონებით მსგავსი რაღაცა ადრე გაეკეთებინა. ხო, ან სუსთან შეკრული ყოფილიყო. არის პოლიციელი გაატიტუშკეს ქუჩის ბიჭი, გააბოზეს, აი ყველაფერი დაანგრიეს. ხვდები, ანუ არ დარჩა სფერო, სადაც რამე არ დაანგრიეს. პოლიციელი, რომელიც ტიტუშკას ვერ უბედავს რაღაცას, იმიტომ რომ მე ხა მახსოვს ადამიანი, რომელსაც მაჩეტეთი გადმოვიდა. აი ეს წყნარად გააცილეს და მე ბიჭი, რომელიც ტაშს უკრავდა რუსთაველზე, ზუსტად იგივე ადამიანი ტენის და მიყავს, ხო? რა ვიცი, მე ხა ამაში ცხოვრება თუ უნდათ და მოწონთ, დაუჯერებელია. ხო და მე ამიტომ მე არ მომწონს, არ მინდა, მე ამ ქვეყნის დატოვებაზე არასდროს არ მიფიქრია. აი მართლა არც ახლა არ ფიქრობ. არც ახლა არ მაშინ ფიქრობ. როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ქვეყნიდან. არა, არ ფიქრობ, იმიტომ რომ ვის დავუტოვო ვერ ხვდები, აი როგორ უნდა დავტოვო ვერ ხვდები, იმიტომ რომ ვინც გვებრძვის, იმათ არ უყვართ ეს ქვეყანა. ხანგრძლივი ოპერაცია აქვს ამ ქვეყანას ჩატარებული, რა სპეცოპერაცია არის ჩატარებული, რომელიც ალბათ მინიმუმ 20 წელი გრძელდება. მეტი თუ არა, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემს აღქმაში რაც არის, ხო? და ახალგაზრდა თაობა უბრალოდ რაღაცა თაობა გამოეპარათ ზეგავლენის ზემოქმედების ქვეშ, რომ არის უფროსი თაობა დაღუპულია. უმეტესად კონფორმისტები არიან, მაინც უფრო და მიჩვეულები არიან, რომ ვიღაცა ბატონი უნდა ყავდეთ, ვიღაცა უფროსი უნდა ყავდეთ, რაღაც ბელადომანი, ჩეპყრობილი ადამიანები არიან. ახალგაზრდა თაობას ეს არ აქვს.
ბელადომანი შეპყრობა არ არის, თუნდაც აი ყველა აი თუნდაც თეატრში სხვა ახალგაზრდა თაობა სხვანაირია რა, შეუძლია თავის გადაწყვეტილება მიიღოს და თქო ვიღაცაზე დამოკიდებული არ იყოს რა. და მე მომწონს ეს ყველაფერი რა, იმიტომ რომ მე ესე გავიზარდე ჩემს ოჯახში ყოველთვის სიტყვის თავისუფლება და შენი აზრის გამოთქმის უფლება გქონდა და არ იყავი კამათი შეიძლება ყოფილიყო თქვა რაღაცნაირად და საბოლოო ჯამში არგუმენტირებულად ვინც უფრო ანუ ეს ამაში გავიზარდე ძალიან დიდ თავისუფლებაში ვარ გაზრდილი რა და ძალიან სამართლიანმა ადამიანებმა გამზარდეს მამაჩემს და ჩემს აი მართლა ისეთ სამართლიანი ადამიანები არიან ანუ ვერ მოვიტყუებ თავს რა ჩემ დანაშაულიც რაც არის მე დანაშაულს აღიარებაც არ მიჭირს და მგონია რომ და ისწავლო რაღაცნაირად საკუთარ შეცდომებზე მაინც და ჩვენ ვერ ვსწავლობთ. ამბობ რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე. აუცილებლად იქნება ბოლომდე და არანაირ დანებებას მე არ ვაპირებ. და იმედ გაცრუებული ბევრ ამაზე ვარ. მაგრამ ვის გავებუტო ქვეყანას, ჩემი შვილის მომავალს, ჩემს ცხოვრებას? სახშიდომ არის შეგუების ტოლფასი და შეგუების ტოლფასიც არის შეგუება. და ეს ადამიანები რომლებიც დღეს ერთობიან მესმის რომ რაღაცნაირად გადაერთვნენ სხვა ცხოვრებაზე და უბრალოდ წარმოიდგინონ რომ ჩვენ ვინც გარეთ ვართ აღარ ვართ. და მიხვდებიან რომ ანუ მოუწევთ მთელი ცხოვრება იმაში ცხოვრება რასაც რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი შიგნიდან ეწინააღმდეგება. უბრალოდ უნდა რომ სხვამ გააკეთოს და სხვა არასდროს არ გააკეთებს შენს მაგივრად. არასდროს. მართალი ხარ. დიდი მადლობა ნანკა წარმატებები. თქვენც ასევე. ერთად. აუცილებლად ყველაფერი იქნება კარგად. აუცილებლად ყველაფერი იქნება კარგად. მე არ ვარ პესიმისტურად განწყობილი. იმიტომ რომ აი მართლა ერთ წვეთსაც კი შეუძლია ქვა გახეთქოს და ჩვენ აი ესე რუსთაველზე დგომით შეიძლება მეც მგონია რომ ბევრი სხვა რაღაცა აქტივობა არის საჭირო და სულ ვიძახთი რომ ხან რაღაცა უნდა შევცვალოთ და რაღაც მაგრამ სულ რომ უბრალოდ ვიდგეთ ესე აი ამ წვეთივით რუსთაველზე აუცილებლად გავხეთქავთ. იმიტომ რომ ჩვენ მართლები ვართ და იმათ არაფერი ის გიპირისპირებს რაღაცა შიშებს, გიპირისპირებს ფულს, გიპირისპირებს ერთმანეთის უნდობლობას, უწევთ ერთმანეთზე კარგის თქმა, უწევთ ერთმანეთის დაცვა, უწევთ ანუ სულ უწევთ და მე აი ჩემ მეგობრებთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი აქციაში, სასწაული ადამიანები და მართლა რა ვიცი, მართლა ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ. აი რაღაცნაირად წლების შემდეგ მგონია რომ აი როგორც მე ისტორიის რაღაც გაკვეთილზე რაღაცას მასწავლიდნენ რაღაც მონაკვეთს ამ ქვეყნის ისტორიიდან ეს ძალიან გარდამტეხი მომენტი არის ამ ქვეყნისთვის და აუცილებლად ისტორიაში ნამდვილად ჩაეწერება უბრალოდ როგორ ჩაეწერება ეს უკვე ჩვენზეა და მე მგონია რომ გამარჯვებით უნდა ჩავწეროთ და ჩავწერთ მაინც ამოვწერთ დიდი მადლობა ეხლა ჩვენი დრო ავუთხრათ გიხაროდეთ ჩვენ გავიღვიძეთ არ გამჩერდებით არ გამჩნდებით არ დავიღლებით იმიტომ რომ ჩვენ ვართ საქართველო და